ფრანც კაფკა, ტურები და არაბები. გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ღვინეფაძე. შესასვენებლად ოაზისში შევჩერდით. თანამგზავრებს ეძინათ. ერთმა არაბმა, მაღალმა და თეთრმა, გვერდით ჩამიარა, აკლემებს საკვები მიუტანა და დასაძინებლად წავიდა. ბალახში გულაღმა გავწექი, როლი მერეოდა, მაგრამ ვერ ვიძინებდი. შორიდან ტურის შესაბრალი სიკივილი ისმოდა. ისევ წამოვჯექი და რაც ასე შორს იყო, უცებ ჩემთან სულ ახლოს აღმოჩნდა. ირგვლივ ტურები ირეოდნენ. მქრქალ, ოქროსფრად ენთებოდა და ქრებოდა მათი თვალები. ისე თანაბრად და მკვირცხლად მოძრაობდნენ ტურების მოქნილი სხეულები, თითქოს მათრახი გადაუტყლაშუნესო. ერთი უკნიდან მომადგა, იღლიაში შემომიძვრა, მჭიდროდ მომეკრა, თითქოს ჩემს სითბოს ეძებსო, მერე წინ დამიდგა, ლამის თვალი თვალში გამიყარა და დამელაპარაკა. მე უხუცესი ტურა ვარ ამ არემარეზე. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია აქ მოგესალმო. იმედი უკვე თითქმის გადამეწურა, რადგან უსასრულოდ დიდი ხანია რაც გელით. გელოდა ჩემი დედა და მისი დედა და კიდევ მანამდე სხვა დედები, თვით ყველა ტურის დედის ჩათვლით. დამიჯერე. საკვირველია, ვთქვი და დამავიწყდა, ცეცხლი შემეთო იქვე მომზადებული შეშისათვის, რომელიც იმიტომ მოვაგროვეთ, რომ კვამლით ტურები დაგვეფრთხო. ამის მოსმენა ძალზე მაოცებს. შორეული ჩრდილოეთიდან აქ მხოლოდ შემთხვევით მოვხდი და ცოტახნით ვაპირებ შეჩერებას. მაინც რა გინდათ ტურება? ხოდა, როგორც ჩანს, ამ ფრიად თავაზიანი მიმართვით წაქეზებულებმა უფრო მჭიდროდ შეკრეს ჩემს ირგვლივ წრე, ყველა ჩქარჩქარა და შიშინით სუნთქავდა. ვიცით, დაიწყო უხუცესმა, რომ ჩრდილოეთიდან მოდიხარ, სწორედ ამას ემყარება ჩვენი იმედი. იქ არის გონიერება, რომელსაც აქ, არაბებს შორის, ვერ იპოვი. ამ ცივქედ მაღლობაში, ხომ გესმით, ჭკუის ნატამალიც კი არ გამოსჭვივის. ისინი ხოცავენ ცხოველებს, რათა შესანსლონ, ლეშს კი არაფრად აგდებენ. ასე ხმამაღლა ნუ ლაპარაკობ, ვუთხარი. აქვე, ახლოს არაბებს ძინავთ. შენ ნამდვილად უცხოელი ხარ, მიპასუხა ტურამ. თორემ გეცოდინებოდა, რომ რაც მსოფლიო არსებობს, არასდროს ტურას არაბის არ შინებია. ან რატომ უნდა გვეშინოდეს მათი? ნუ თუ უბედურებად ის არ გვეყოფა, ასეთი ხალხის ხელში რომ ჩავცვივდით. შესაძლოა, მივუგე მე. ვერ ვიკისრებ ისეთი საკითხების განსჯას, რომლებისაც არაფერი გამეგება. ეტყობა, ეს დიდი ხნის წინ დაწყებული დაპირისპირებაა. ალბათ სისხლში გაქვთ გამჯდარი და ალბათ მხოლოდ სისხლით უნდა დამთავრდეს. შენ ძალზე ჭკვიანი ხარ, მითხრა უხუცესმა ტურამ. ყველამ კიდევ უფრო მოუხშირა სუნთქვას, ფილტვები უფრო მეტად დაეძაბათ, თუმცა წყნარად იდგნენ. მათი დაღებული ხახებიდან მწარე სუნი ამოქაქანებდა, რომლის ატანასაც მხოლოდ მაშინ შეძლებდი, თუ ერთმანეთზე კბილებს მაგრად დააჭერდი. ძალზე ჭკვიანი ხარ, რასაც შენ ამბობ, ჩვენს ძველ მოძღვრებას ეთანხმება. ავიღებთ სისხლს და დაპირისპირებაც ამით დასრულდება. ვუპასუხე იმაზე მეტი გაცხარებით, ვიდრე ვაპირებდი. ისინი წინააღმდეგობას გაგიწევენ, გუნდ-გუნდა დამოგშლეტენ თავიანთი თოფებით. შენ არასწორად გაგვიგე, მიპასუხა მან. ადამიანური ჩვეულების მიხედვით მსჯელობ, რომელიც როგორც ჩანს, შორეულ ჩრდილოეთში ისეთივეა, როგორც აქ. მათ არ დავხოცავთ, თორემ ნილოსის წყალიც კი არ იკმარებდა ჩვენს განსაბანად. ჩვენ ხომ, როგორც კი მათ ცოცხლებს დავინახავთ, უფრო სუფთა ჰაერზე გავრბივართ, უდაბნოში, რომელიც ამიტომ იქცა ჩვენს სამშობლოდ. და ჩემს ირგვლივ შეკრებილმა ყველა ტურამ, რომლებსაც ამასობაში კიდევ ბევრი შორიდან მოსული თანამოძმე შეემატა, თავები წინა ფეხებს შორის ჩაყო და თათებით მათი წმენდა დაიწყო. თითქოს უნდოდათ დაეფარათ ზიზღი, რომელიც ისეთი ძლიერი იყო, რომ მერჩია მაღალი ნახტომით დამეღწია თავი გარშემორტყმული წრისათვის. მაშ რას აპირებთ? ვკითხე და წამოვიწიე, მაგრამ ვერ ავდექი.
ორ ახალგაზრდა ტურას ჩემი სერთუკისა და პერანგისთვის კბილები ჩაევლო. ისევ დავჯექი. მათ შენი შლეიფი უჭირავთ, მთელი სერიოზულობით ამიხსნა მოხუცმა ტურამ. ეს პატივისცემის გამოხატულებაა. გამიშვან, მივმართე ყვირილით ჯერ მოხუცს, მერე ახალგაზრდებს. რასაკვირველია გაგიშვებენ, მიპასუხა მოხუცმა, თუ კი მოითხოვ. მაგრამ ცოტა ხანს უნდა მოითმინო, რადგან მათ, ჩვეულების მიხედვით, კბილების შენსამოს ღრმად ჩაასვეს და ყბები ნელ-ნელა უნდა მოადუნონ. მანამდე კი ჩვენი თხოვნა მოისმინე. თქვენმა საქციელმა მოსმენის ხალისი დამიკარგა, მივუგე მე. ნუ დაგვსჯი ჩვენი მოუხერხებლობის გამო. მითხრა და პირველად მოიშველია თავისი ბუნებრივი ხმის შესაბრალი სიკილო. საბრალო ცხოველები ვართ, კბილების მეტი არაფერი გვაბადია. ყველაფრის გასაკეთებლად, რასაც მოვინდომებთ, კარგის თუ ცუდის, მხოლოდ კბილებია ჩვენი იარაღი. მაინც რა გინდა? ვკითხე უდნავ შერბილებული ტონით. ბატონო, წამოიძახა მან და ყველა ტურამ ერთხმად დაიყმოვლა. ეს რაღაც ძალზე შორეულ მელოდიას მაგონებდა. ბატონო, შენ უნდა დაასრულო ბრძოლა, რომელიც მსოფლიოს ორატყობს. როგორიც შენ ხარ, ისი აღწერეს ჩვენმა წინაპრებმა ის ადამიანი, რომელიც ამას შეძლებს. არაბთაგან მშვიდობა გვჭირდება. ჰაერი, რომლითაც შესაძლებელი იქნება სუნთქვა, მათგან თავისუფალი თვალსაწიერი თვით ჰორიზონტამდე. და იმ ბატკნის ბღავილი არ ისმოდეს, არაბი რომ კლას, და ყველა ცხოველს მშვიდად ამოხდეს სული, რათა ჩვენ დაუბრკოლებლად ვსვათ მათი სისხლი და გავასუფთავოთ მათი ხორცი ძვლებამდე. სისუფთავე გვინდა, სხვა არაფერი სისუფთავის გარდა. და ყველა მტირილი და ზლოქუნი ამოუშვა. როგორ იტან ნეტავ ამ ქვეყნად ცხოვრებას, შენ, კეთილშობილო გულო და ტკბილოში გნეულო. ბინძურია მათი თეთრი, ბინძურია მათი შავი, შემზარავია მათი წვერი, გადაფურთხება მოგინდება მათი თვალის კილოების დანახვაზე. საკმარისია ხელი ასწიონ, რომ იღლიებში ჯოჯოხეთი დააღებს პირს. ამიტომ ბატონო, ამიტომ ძვირფასო ბატონო, შენი ყოვლის შემძლე ხელებით, შენი ყოვლის შემძლე ხელებით ყველას ამ მაკრატით გამოსჭერი ყელი. და მის თავის დაქნევაზე გამოჩნდა ტურა, რომელსაც სიძველის ჟანგით დაფარული პატარა საკერავი მაკრატელი ეკიდა ეშვზე. მაშ, ბოლოს და ბოლოს, მაკრატელი და დავამთავროთ. დაგძახა ჩვენი ქარავნის არაბთა წინამძღოლმა, რომელიც ქარის საპირისპირო მხრიდან წამოგვეპარა და ახლა თავის უზარმაზარ მათრახს იქნევდა. ტურებმა თავპირის მტრევით მოუსვეს, მაგრამ შორი ახლოს შეჩერდნენ, ერთად შეჯგუფდნენ, ისე მჭიდროდ და უძრავად, რომ ცხოველთა ეს გროვა წნულღობეს დაემსგავსა, რომლის თავზეც ცდომილი ალები ციმციმებდნენ. ამბრიგად ბატონო, ეს წარმოდგენაც ნახე და ყველაფერი მოისმინე. თქვა არაბმა და ისე გულიანად გაიცინა, რამდენადაც მისი ტომისათვის დამახასიათებელი თავშეკავებულობა აძლევდა ამის უფლებას. ესე იგი, შენ იცი, რაც სურთ ამ ცხოველებს? ვკითხე. რა თქმა უნდა, ბატონო, მიპასუხა. ეს ხომ საყოველთაო ცნობილია. რაც არაბები არსებობენ, ეს მაკრატელიც დაეხეტება უდაბნოში და ასე იხეტიალებს ჩვენთან ერთად სამყაროს აღსასრულამდე. ყოველ ევროპელს თავაზობენ მას ამ დიდი საქმის შესასრულებლად. ყოველი ევროპელი სწორედ ისაა, ვინც მათ ამ მისიისათვის მოწოდებულ ადამიანად მიაჩნიათ. უაზროა ამ ცხოველთა იმედი. ბრიყვები არიან, ნამდვილი ბრიყვები. ამიტომაც გვიყვარს ისინი. ჩვენი ძაღლები არიან, თქვენს ძაღლებზე უკეთესები. შეხედე, ღამით ერთი აკლე მიმოკვდა, აქ მოვატანინე. 4 მზიდავმა მძიმელეში ჩვენ წინ დააგდო. დაეცა თუ არა ის მიწაზე, ტურებმა ხმა გამოსცეს. თითქოს თითოეულ მათგანს უხილავი თოკი ეკაჩებოდა. ბორძიკ-ბორძიკით მოდიოდნენ, მუცლები მიწაზე დასთრევდათ. დაავიწყდათ არაბები, დაავიწყდათ სიძულვილი. ისინი მოაჯადოვა ამ ლეშის ყოვლის წამლეკავმა სიახლოვემ, მისმა მძაფრმა სუნმა. ერთი უკვე სწუდა ყელში ცხოველს და კბილის პირველივე ჩასობაზე იპოვა არტერია.
როგორც პატარა დაუოკებელი ტუმბო, რომელიც ცდილობს, რადაც უნდა დაუჯდეს, ჩააქროს ძლიერი ხანძარი, ისეთ რთოდა და ცახცახებდა მისი სხეულის ყოველი კუნთი. და ყველა ერთი და იმავე საქმით დაკავებული, თასავით დახვავდა ლეშზე. ამ დროს წინამძღოლმა მთელი ძალით გარდიგარდმო გადაუჭირა მათ თავისი გამსჭვალავი მათრახი. ტურებმა თავები ასწიეს, ნახევრად გაბრუებულნი და გულშეღონებულნი იყვნენ. დაინახეს არაბები, რომლებიც მათ წინ იდგნენ. ახლა დინგებზე იგრძნეს მათრახები. განზე გახტნენ და ცოტა მოშორებით გაიქცნენ. მაგრამ აქლემის სისხლი უკვე გუბეებად დამდგარიყო. ოხშივარი აზდიოდა, სხეული მრავალ ადგილზე გაეგლიჯათ. ცდუნებას ვერ გაუძლეს, კვლავ მობრუნდნენ. წინამძღოლმა კვლავ აღმართა მათრახი. მე ხელი დავუჭირე. მართალი ხარ, ბატონო, მითხრა მან. დიაკეთონ თავიანთი საქმე. თან დროა დავიძრათ. შენ უკვე ნახე ისინი. საოცარი ცხოველები არიან, არა? არა და როგორ ვძულ ვართ.